ცხიმიანი კანი ნაწილი მესამე. რეკომენდირებული დამატენიანებლები და მზის დამცავები. თუ არ გინახავს, აუცილებლად ნახე პირველი და მეორე ნაწილი. ჩემი რჩევა იქნება მაქსიმალურად მსუბუქი დამატენიანებლები გამოიყენოთ ზედმეტი აქტივების გარეშე. ასეთი დამატენიანებლები აქვს როგორც კორეულ ბრენდებს, ასევე უამრავ დერმატოლოგიურ ბრენდს, რომელიც ჩვენ საფთიაქო ქსელებშიცაა წარმოდგენილი. ეკრანზე გამოგიტანთ რეკომენდირებული დამატენიანებლის ნიმუშებს. ერთ-ერთი უმსუბუქესი დამატენიანებელი გელი, რომელიც კორეული ბრენდისაა, ილიუნი, ხელში მიჭირავს. ტექსტურას განახებთ, როგორი ტექსტურა აქვს, უმსუბუქესია. ნახეთ, როგორი ტექსტურა აქვს, გამოიყენება როგორც დილას, ასევე საღამოს და მეგობრობს ნებისმიერ ინგრედიენტთან. ცხიმიანი და განსაკუთრებით აკნესკენ მიდრეკილი კანის დროს ვიცი, რომ ხშირად იყენებთ აქტივებს და უმჯობესია თუ ზუსტად ასეთ მსუბუქ დამატენიანებლებს ჩართავთ რუტინაში. აკნეს მკურნალობისას ხდება ისე, რომ კანი ზედმეტად შრება და პირიქით მეტი დატენიანება სჭირდება. ასე დროს ექიმ-დერმატოლოგის რჩევები უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად და მეც შემიძლია მოგცეთ რეკომენდაცია, რომ გამოიყენოთ უფრო მსუყე ბარიერის აღმდგენი დამატენიანებლები. ვიდეოც მიდევს და შეგიძლიათ ნახოთ ამასთან დაკავშირებით. ხოლო რაც შეეხება მზის დამცავებს, ახლა გამოგიტანთ ეკრანზე რამდენიმე მათგანს, რომელიც რეკომენდირებულია ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის, მაგრამ სულ ვამბობ, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საშუალებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ კანს უნდა მოусმინოთ და ისე შევარჩიოთ, განსაკუთრებით მზის დამცავების შემთხვევაში ხდება ხოლმე ასე, ყველას სხვადასხვა ეფექტი მოსწონს და შესაბამისად არჩევანი თქვენზეა, რომელს იყიდით. იმედი მაქვს ვიდეოები, რომელიც ცხიმიან კანს მივუძღვენი, შენთვის სასარგებლო და საინტერესო აღმოჩნდება. მე თავად არ მაქვს ცხიმიანი კანი, პირიქით ძალიან მშრალი კანი მაქვს. ვეცადე რომ სასარგებლო და საჭირო ინფორმაციები შემეგროვებინა და მომეტანა შენამდე. დამატებითი შეკითხვებისთვისა და შენი რეკომენდაციების გასაზიარებლად აუცილებლად გელოდები კომენტარებში და არ გავიწყდება. მოусმინე საკუთარ კანს.